ლეგიტიმური მთავრობა. ის არის, ასე ვთქვათ, შეიარაღებული ბანდის მეთაური, ასე ვთქვათ. ამაზეა ლაპარაკი და ჩვენ ვართ ახლა ამ წუთას ვიმყოფებით სამოქალაქო ომში და ვშელობთ, ასე ვთქვათ, როგორ უნდა შეიცვალოს ეს სიტუაცია და დაუშვათ გავიმარჯვეთ და რას გავაკეთებთ? გავაკეთებთ ლუსტრაციას, რას უშვებით სასამართლოს. დავიტოვებთ მურუსის სასამართლოს თუ აი რა ხერხი იქნება, ვეტინგი იქნება, თუ ყველას დავითხოვთ და ახლა რაღაცას ხო უნდა ასე ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ რა მოხდება. ეს უამრავი რაღაცაა რა. პრობლემით ეს სისტემაში მყოფ ხალხმაც უნდა იცოდეს იმისთვის, რომ გაუადვილდეს ჩვენსკენ გადმოსვლა. კი, აგერ კიდევ ბატონო თავდაცვის ექსპერტი გვყავს ახლა გვესწრება. რა მოხდება? ხო დღეს დაუშვათ წავიდა ბიძინა და ხვალ რუსეთმა მე მჯერა რომ არ გააკეთებს, მაგრამ არა აქვს მაგის საშუალება, მაგრამ აი ხო აშინებენ ხალხს რომ ასე ვთქვათ ჯარი გამოგზავნა. რას ვაკეთებ?